ფოთის ცენტრში შუაგულში ვართ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. ესეთი სავაჭრო ქუჩაა, საბითუმო მაღაზიები ბევრი და რა თქმა უნდა საცხობი. აქეთ შოთებს აცხობენ და აქეთ საცხობის პროდუქცია, ხალხი დგას, ყიდულობენ და ეხლა მინდა გაჩვენოთ ფასები, თბილისელები მოემზადეთ და მე აიბარგეთ და ფოთში ჩამოდით ხაჭაპურების და პიცების საჭმელად. პიცა 4 ლარი, მე ვიფიქრე ნაჭერი 4 ლარი, იმიტომ რომ თბილისში 5-7 ლარი ღირს ნაჭერი, პატარა სლაისი პიცის. 4 ლარი მთლიანი პიცა. მართალია პატარა ზომის პიცა, მაგრამ პიცა, მთელი პიცა 4 ლარად, მხოლოდ ფოთში. აგერ კუბდარი 5 ლარად, ბლითი და ღვეზელი და ღვეზელში კარტოფილია. წარმოიდგინეთ როგორი ფასებია, აბა შევხედოთ. ეს არის შიდა სამზარეულო, მოდით ნახოთ რა მდგომარეობა, ანუ ცვენა არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. 300 ცივიწროვის გამო ნუ აქ არის და რა უნდა გავაკეთოთ, ვერსად ვერ წაიღებენ, პრინციპში უნდა იყოს ცალკე კარა და აუცილებლად უნდა იყოს აბლაბუდები ჩამოხსნილი. აი სუფთა ჭურჭელში აი ესეთი მდგომარეობა არანაირად არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ჩამოსუფთავებული, გასუფთავებული და ამდენი აბლაბუდა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. ამ სისუფთავეს ყველანაირი აზრი ეკარგება, როდესაც აი ესეთი მდგომარეობაა. ყველიც ასე ძირს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იდოს, არ შეიძლება, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. წყალში აი წყალის დაცული რო არა, აი შიგნით ნახეთ რაღაცაები დაცურავს და რატო გამოიყენებენ ამ წყალს? არ ვიცი, წესით უნდა მოდიოდეს. წყალი მოდის, კუთხეები დასალაგებელია, არავითარ შემთხვევაში ამ მდგომარეობაში იყოს არ შეიძლება. ზღურბლიც უნდა სუფთავდებოდეს, ჭერიც უნდა სუფთავდებოდეს და მოდით ნახოთ კარადაში რა არის. ნუ კარადაში აქ 300-ია. ფეხსაცმელები აიყვება, აქვე იხდიან და პრინციპში სხვა ტერიტორია მათ არ გააჩნიათ. აქ წესით საპირფარეშო უნდა იყოს, კი ბატონო, საპირფარეშო აქ ცოტა სუნი არის ძალიან არასასიამოვნო, მაგრამ საპირფარეშო ისე თუ ასე კედლები მოწესრიგებულია და იატაკი. და ძალიან ცუდია ის, რომ აი საპირფარეშოსთან აი პირდაპირ აი ესეთ სივიწროვეში აი აქვე ხდება პროდუქტის დამზადება, ეს საპირფარეშოს კარები და ეს არის ცომი. აი მაცივარის ნახეთ, აგური ჭუჭყიანია, აი ეს ყველაფერი დასალაგებელია. აი ესეც ნახეთ რა მდგომარეობაშია, აი აქაც ნახეთ და აი ამაში აი ეს ჭუჭყი ყველაფერი იყრება, აი მაგაში ნახეთ, აი როგორაა ჩამოცვენილი და აბსოლუტურად ყველაფერი თავდაუხურავი გაქვთ, არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება. აი ეს არის კატასტროფა, ეს არის ზუსტად კრიტიკული შეუსაბამობა, ეს და აი ეს ნახეთ. აი ეს ნახეთ. გამწოვი საერთოდ გაწმენდილა როდის მე? როგორ გაწმენდილა, შეხედეთ რა მდგომარეობაა და პირდაპირ, აი შეხედეთ ფქვილის ადგიდებთ, აქ ატარებთ ცომს და აქ აი ნახეთ არის წვეთები, აი ჩამოწვეთებული ზევიდან, აი შეხედეთ რა მდგომარეობა. გემრიელია ეს საცხობის პროდუქცია, თქვენ მოგწონთ? რა თქმა უნდა, სულად ჭამთ. სულად ჭამთ, ძალიან კარგი. ყველაზე პოპულარული პროდუქცია რა არის? ხაჭაპური, რა თქმა უნდა. რას მიირთმევთ თქვენ? აგერ სამსა გემრიელი წვება ყველაფერი ჩემოკარგო. მოგწონთ. დიახ, ძალიან, სულ აქანებს სადილობ, დიდი კმაყოფილი ვარ. როგორ ფიქრობთ, სუფთა? ძალიან, ზედმიწევნით ჰიგიენურად დაცული ყველაფერი. იყავით შიგნით? შიგნითაც ვიყავი და გარეთაც ვარ აგერ. შიგნით და გარეთ ექსკურსიას აწყობენ საცხობში? აქამდე. აქ რომ გაიხედავ. იმის იქით მარტო მადონა ხედავს კოიძე რა ხდება. ეს არის ფქვილი. მაგრამ ზეთი არ გამოიყენება, ფრიტურის ზეთი და ეს არის ცუდი. არა, ზეთი კარგია, მაგრამ ზეთი არის სპეციალური ფრიტურის ზეთი, რომელიც ძალიან დიდ ბრუნვას უძლებს. ეს ზეთი დიდ ბრუნვას ვერ უძლებს. ეს არის ერთი გაკეთება და შემდეგ უნდა გამოიცვალოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კი, აი ხო, მაგრამ აი ბინძურს რო აფარებთ, ეს უკვე ცუდია, ძირს როდევს ყველაფერი ბინძურია. კედლები უნდა სუფთავდებოდეს, ნახეთ რა მდგომარეობაშია და გამწოვი აუცილებლად უნდა სუფთავდებოდეს. აი ყველაზე მეტი საშინელება აი არის აი ამ გამწოვში. აი ამაში ხარ. შეკულია დენი. დენი კერე რაც უნდა იყოს, ხარბეტონო, ნახეთ რა მდგომარეობაა, შეხედეთ. აი ესენი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აი ამაში ხედეთ რა მდგომარეობაა. აი ესენი ხო უნდა სუფთავდებოდეს.
აი კედლებიც რა მდგომარეობაში, ყველგან აბსოლუტურად მიმდინარეობს სამწუხაროდ ცვენა. აი ნახეთ როგორი გაფუჭებული, აი ეს ხო არ არის, ეს არის საღებავის ჯაგრისი და არა ვთქვათ მისი ხაჭაპურზე ზევიდან შეხებაში რომ მოდიოდეს. აი ამას ხო უყურებთ რომ რამდენი აი წერია ზეთ. აქვე პროდუქცია მზადდება. აი ამას ქვია ღია პროცესი. აი მოწესრიგებული, გაპრიალებული ქალბატონები ხართ. აი ამას რო შეხედავთ, ხო შეიძლება რომ გაიწმინდოს უფრო ხშირად. სასწრაფოდ არის სანიტარული დღე გასაკეთებელი. აი ნახეთ რა მდგომარეობა კარადებში, რა ცუდი მდგომარეობაა, ნახეთ. აი პროდუქცია გაქვთ არაჩვეულებრივი. აი რასაც ვუყურებ, აი არც შავი ნაწილაკები არ არის. არც აი ყველაფერი არის, აი არ უნდა იყოს ასეთი პროდუქცია, აი ასეთ ობიექტზე არ უნდა მზადდებოდეს. ეხლა სასწრაფოდ მე რო გავალ, აი ეს გამისუფთავეთ და ობიექტი მოაწესრიგეთ. კრიტიკული შეუსაბამობა არის, როდესაც ცვენა მიმდინარეობს, აი პროდუქტი, სადაც ესეც ღია პროცესია, იმიტომ რომ ამასაც ხო ხმარობთ პროდუქტებისთვის და აი ცვენა არსად უბრალოდ ან ჩამოფერხეთ და ელემენტარული უნდა. ამის დასუფთავება რთული არ არის. ეს არის საცხობი ფარნავაზ მეფის 5A და აი ახლა სახელწოდება რა არის ამ საცხობის? ზესტა ფოთი, არა ზესტა ფონი. აი ეგრევე ფიქრობ, რომ ალბათ ქალბატონი რუსუდან ხვიჩია, რაღაც კავშირშია ზესტა ფონთანაც და ფოთთან. ნუ ფოთში ცხოვრობს, მაგრამ შეიძლება ზესტა ფონიდან არის და ამიტომ დაარქვა თავის საცხობს ზესტა ფოთი. ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ დავდივარ 10 წელზე. სამსახურიდან გამოს ყიდულობ სამსახურის გარეშე კიდე რომ გამოვდივარ სპეციალურად, ზაკას ვაძლებ, ყიდულობ 100 ლარის დღეში, მეორე დღე სამსახურიდან რომ 100 ლარის რანაირად ყიდულობ? კაც 4-5 ლარი ღირს. ზაკას ვაძლებ. ბრიგადა მყავს და გამოვაკ და ყიდულობ. ბრიგადირი ხართ და დიახ. ყიდულობთ. რას აშენებთ? ტერმინალზე მუშაობ ჯდეში. ძალიან კარგი, ანუ პორტში მუშაობს ახალგაზრდა კაცი, ძალიან დიდ წარმატებას უსურვებთ თქვენს და თქვენ გუნდსა. მადლობა დიდი. კიდევ ერთხელ შეგაგსევნეთ, ფოთის ცენტრში ვართ, ფარნავაზ მეფის ქუჩა, საცხობი ზესტა ფოთი.